საგამომშვიდობის მეგობრებო, 222 დღე უწყვეტი პროტესტისა. რაზე ვილაპარაკოთ აღარ ვიცით, გარდა იმისა, რომ გავაზიაროთ ცოდნა. პრინციპში ჩვენ უკვე რამდენი ხანია ამას ვხადაგებთ და ვამბობთ, რომ ერთ-ერთი მძლავრი იარაღი, რაც ჩვენს ხელში ეს არის ცოდნა და გამოცდილება. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ამ ყველაფერს და ვიტყვით, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. ყოველდღიურად იმდენი სიგიჟეს გვთავაზობენ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ წინა დღის სიგიჟები გვავიწყდება. აი გვავიწყდება გუშინ რა მოხდა, გუშინ წინ რა მოხდა. ყოველდღიურად იმდენ სიგიჟეზე მიდის ეს ხელისუფლება. ეს სულ რამოდენიმე ხნის წინ მაგალითად დაგვავიწყდა, რომ ადამიანი დევნილი საქართველოს ტერიტორიაზევე დევნილი ადამიანი მივიდა დევნილების სამინისტროსთან და გადაისხა ბენზინი და თავი დაიწვა. აი ეგაც დაგვავიწყდა და კიდევ უამრავი ტრაგიკული ფაქტი, ტრაგიკული ისტორია, რომელიც ამ 222 დღის განმავლობაში მოხდა, ხო? ანუ ყოველდღიურად ეს ადამიანები გვთავაზობენ რაღაც არა ქვეყნიურ მოვლენების განვითარებას. ამიტომაც ვიკრიბებით ჩვენ აქ, ამიტომაც ვართ და ამიტომაც ვდგავართ, იმიტომ რომ ჩვენ გვწამს რომ ერთად ჩვენ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ სულ ამას ვამბობთ, ჩვენ ვართ ნეიტრალური პლატფორმა, ადამიანები, რომლებიც ვაპროტესტებთ თქვენთან ერთად და გგონია რომ ვიპოვეთ ფორმატი, რასაც მე მგონია რომ შედეგი მოყვა ერთმა ადამიანმა თუ მაინც მიიღო რაღაცა სიახლე ამ ჩვენ 100 ლექციაში, რომელიც ხვალ გვისრულდება მე მგონი 100 ლექცია. ერთმა თუ გაიგო რამე სიახლე, ეს ჩვენთვის შედეგია უკვე. თუ ვინმე ჩვენი ხათრით მოდის, ძალიან გვიხარია ეს ყველაფერი და ჩვენ არ გავჩერდებით რა, ესე მარტივად, ესე ჯიუტად. ძალიან ბევრი ადამიანს არ მოვწონვართ, გონიათ რომ ჩვენ აი აქ ამ ლექციების კითხვით რაღაც რეჟიმს ჩამოვშლით, არა მეგობრებო, ჩვენ ლექციების კითხვით არ ვაპირებთ რეჟიმის ჩამოსვლას, ჩვენ პროტესტით ვაპირებთ და პროტესტის გაძლიერების ხარჯზე გვინდა რომ ლექციების რაღაცა სიახლეების შემოტანით გავეხმაროთ, რომ პროტესტმა ჩამოშალოს ეს რეჟიმი და ჩვენ არ გავჩერდებით შესაბამისად. არ გავჩერდებით იქამდე, სანამ არ მივახცებთ ერთიანობას, არ დავდგებით ერთ აზრზე და არ ვიტყვით, რომ კი, ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვავიწყდება გუშინდელი სიგიჟეები. იმდენად მძაფრ და იმდენად ემოციურად, რა ვიცი, ჩემთვის პირადად ემოციურად მკვლელ რაღაცებს აკეთებენ რა. ვიკლავენ მომავალს, ვიკლავენ მენტალობას, აღარ არსებობს არც შინაური, არც გარეული არავის გათვალისწინება ერთ ადამიანზეა, ერთ ვერტიკალზეა ჩამოკიდებული. როგორც თვითონვე ამბობენ, 3.900.000 ადამიანის ბედი. ჩვენ არ გავჩერდებით, მოკლედ, დღესაც სასიამოვნო საუბარი გვექნება, საინტერესო საუბარი გვექნება და ხო, კიდე ერთ პატარა რაღაცას დავამატებ. ადამიანები არიან, რომლებიც გვაკრიტიკებენ, აი ძალიან ისე, რომ შიდა ჩეტებში და ასე შემდეგ, რაგი ლექციებად და კიდე ერთხელ გავიმეორებთ რა. არა გვაქვს არავითარი ილუზია, არავითარი ამბიცია, მათ შორის რომ რაღაცა ან პოლიტიკური მოძრაობა გავხდეთ, ან ვიღაცას რაღაცა ქულების ნაწელის მიზნით, ან რაღაცა სხვა მერკანტილური მიზნების გამო რაღაცეებში ჩავერთოთ. არა მეგობრებო, აქ ჩვენ ვდგავართ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ და არ გავჩერდებით, სანამ არ დადგება შედეგი. 100 კი არა, ზოგს 10 ლექციაც არა აქვს მოსმენილი ცხოვრებაში და ის ადამიანები გვაკრიტიკებენ და რა ვიცი, ცოტა უხერხულია თქვენ თვითონვე დაფიქრდით, რაოდენ უხერხულობას წარმოადგენს იმ ადამიანების კრიტიკა, რომლებიც თქვენთან ერთად აპროტესტებენ. უბრალოდ სხვანაირი განსხვავებული ფორმა მოიფიქრეს. მოკლედ ჩვენ არ გავჩერდებით, ჯიუტად გავაგრძელებთ აუცილებლად ცოდნის გაზიარებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცოდნა ერთადერთი უმძლავრესი იარაღია ჩვენს ხელში. მადლობა ყურადღებისთვის. გამშვიდობის მეგობრებო, სანამ დავიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ ოდნავ ახლო მოიწიოთ, ვინც ხართ, თუ შეგიძლიათ, აი სკამებითაც, ახლოს რომ რაც კითხვები გვექნება, კითხვა-პასუხები და რომ გავიგოთ თქვენი ხმა უკეთესად. ბოდიში რომ გაწუხებთ, მოვიწიოთ ახლოს. ნიერე. მე პაატა ალავერდაშვილი ვარ, ფსიქოტრაუმატოლოგი და სწავლობ ვიკვლევ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე.
ეს ვიფიქრე რომ შემომეთავაზებინა თქვენთვის ესეთი თემა თუ და რაღაც ვისაუბროთ და ერთად გამოვიკვლიოთ ის თუ რეჟიმი როგორ ახდენს ჩვენი ისტორიული კოლექტიური ტკივილების ავად მოხმარებას. მოდი ჯერ ვისაუბროთ ტკივილებზე და მერე აღვნიშნოთ ერთად შევაფასოთ რა არის ტრავმა და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს დღევანდელობაში. და მეორე მხრივ რეჟიმი როგორ ხელყოფს ამას. ხო, მე არ ვარ ნეიტრალური, მე ვარ კეთილის მოსურნე ქვეყნისთვის, რეჟიმის დამხობის ხარჯზე, შესაბამისად კეთილის მოსურნეობა ჩემი აზრით უკვე აღარ არის ნეიტრალურობა. კითხვა მექნება პირველი, როდესაც აი ამ სათაურს ხედავთ და გესმით კოლექტიური ტკივილები და რეჟიმის მიერ მისი ხელყოფა, რა მოდის, რა აზრები მოდის თქვენთან, აი რა ასოციაციები მოდის თუნდაც კოლექტიურ ტკივილებზე და მის ხელყოფაზე, აი რა ფიქრები რა ასოციაციები მოდის თქვენთან. ერთ სიტყვიანი, ორ სიტყვიანი არის ომის აგებული ომის ტკივილი მარცხი. კიდევ სამართლობა. ახლანდელი უსამართლობა. სიმარტოვე. პოლიტიკური. რეგიონში დარჩენილი ეულობა. ბატონო. კარგით, გადავიდეთ. კოლექტიური ტკივილი ეს არის ფაქტების შედეგად, ფაქტები თავისთავად არ არის ტკივილი, ხო? რთული, ტკივნეული მომენტები არ არის თავისთავად ტრავმა. ტრავმა ტკივილი არის ის თუ ვინ როგორ განიცდის, თუ ვინ როგორ გამოცდის ამა თუ იმ მოვლენას. ერთი და იგივე ფაქტი, ერთ და იგივე ხდომილება შეიძლება განცდილი იყოს სხვადასხვა ადამიანების მიერ სხვადასხვანაირად. თუნდაც ომი ახსენეთ, ხო? თუნდაც 2008 წლის ომის საქართველოს მოქალაქეების მიერ სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ განცდილი იყოს სხვადასხვანაირად. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ კოლექტიურ ტკივილზე, ჩვენ ვსაუბრობთ ზოგად საზოგადოებრივ შრეში გაჟღერებულ და ხშირად გამოყენებულ ფორმებზე, ნარატივებზე, რაც ერთგვარ საერთო აღქმას აყალიბებს ტკივილისას. ესე იგი, ეს ტკივილი, კოლექტიური ტკივილი ან ტრავმა, შეგვიძლია ტრავმას ვთქვათ, ხო? ტრავმა არ არის ეს უბრალოდ მოგონება გარკვეულ მოვლენაზე, არამედ ეს უკვე არის ერთგვარად საერთო, საზოგადოდ, ეროვნულად გაზიარებული იდენტობის ფორმები. შეგვიძლია მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამაზე. საქართველოს კოლექტიურ გამოცდილებებზე, კოლექტიურ ტკივნეულ გამოცდილებებზე ან კოლექტიურ ტრავმებზე, როდესაც ვსაუბრობთ. რას გაიხსენებით? არა მარტო უახლეს, არამედ წარსულს ან ძალიან წარსულს. რა ტიპის, აი როგორ ფიქრობთ? რა გამოცდილებები აქვს საქართველოს, როგორც საზოგადოებას, როგორც ქვეყანას, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ტრავმულად, კოლექტიური გამოცდილებები, რომელიც შეიძლება იყოს ტრავმული. აი რის იდენტიფიკაციას გააკეთებთ როგორც კოლექტიური მატრამირებელი, კოლექტიური რატკივნეული. ხაზეცონ, ევნილობა, ოკუპაცია. 9 აპრილი. 9 აპრილში რა არის ზუსტად? აი რომ ჩავშალოთ ოდნავ. 9 აპრილში რა იყო, რაც არის ტკივნეული, მატრამირებელი. რა ნაწილებს გამოყოფთ 9 აპრილს თუნდაც? მარტო თარიღები როგორ?
დაღუპული ქალები დაღუპული ქალები. თავის დროზე ალბათ ეგიყო. Yeah. ეევანდელი გადასახებიდან, ეევანდელი ტკივილი 9 აპრილის არის რომ ეს ტკივილი არ დარჩეს უბრალოდ ტკივილად და რაღაცნაირად გამარჯვება გადაიქცეს. ეგ უკვე მიზანი, ხო, ეგ სურვილი მიზანი. კი ბატონო. უკვე სტრატეგია რომ ამის ტრანსფორმირება მოხდეს რაღაც. ტრავმა გადარჩეს. ანუ ტრავმა დარჩება, მაგრამ ტრანსფორმაცია რომ მოხდეს რაღაც იმაში, რაც მიზანი იყო ამ ტრავმის დამსხვერპლების. 9 აპრილის გამოცდილების ტრანსფორმირება მნიშვნელოვანია. კიდევ, აი თუნდაც 9 აპრილს სხვა შემთხვევებში კიდევ რა შეიძლება იყოს ტრავმული გამოცდილება როგორც ქართული საზოგადოების, როგორც კოლექტივის. მნიშვნელოვანესი ოჯახების ფრაგმენტაცია, გაფლეთვა საზოგადოებრივი ქსოვილის, ოჯახების როგორც მნიშვნელოვანი ქსოვილის უმნიშვნელოვანესი ნაწილის ფრაგმენტაცია. კიდევ რას გამოყოფდით? სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომში რა 1-2 კომპონენტი, რაც კიდევ უფრო დეტალურად რა არის იქ, რა იყო სამოქალაქო ომში, რა ელემენტი, რა მიმართება იყო, რაც იყო ტკივნეული. ერთმანეთს შორის ჯგუფის ერთი საზოგადოების სხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება. კიდევ აი თუნდაც სამოქალაქო ომში გია აფესაძის ექიმი გია აფესაძის ამბავი. რომელსაც თავი დაიცვა. რატომ არ საუბრობთ? რა არის მატრამირებელი ბატონ გია აფესაძის ამბავში? თავი დაიცვა, თქვა რომ ოღონდ თქვენ გაჩერდით და მე შევეწირები. არის არ მესმის ბოდიში. საზოგადოების მიერ განცხადებული და მაგის ვერ ჩავხედეთ. მისი სურვილი ვერ აღასრულა საზოგადოებამ, გაიწირა. ერთგვარად ვერ აღმოჩნდა საზოგადოებამ მზად, ანუ ღალატ ამის პირველ. ეგეც ტრავმა ხო არ არის, რომ არ რამდენი სპორტიც არ უნდა ვერ ვიცირათ, არ შეიწირა, ხო? თავი დაამწყალობა ფაქტობრივად და ჩვენ არ უარი ვთქვით შეწირათ, ხო? ერთგვარად რო გავასიმბოლიროთ, გავამითოლოგიუროთ ცოტა. მითოლოგიის ექსპერტი ყავს დავითი. ხო. იბატონო, სირცხვილი არის უმნიშვნელოვანესი ტრავმული გამოცდილება, ხო? ჩვენ ვერ შევიძელით რაღაც. როგორც საზოგადოება ერთიანად. ძალიან როგორ უნარობა. იბატონო, უძლურების განცდა იმ მომენტში. ამის ფონზე განვითარებული სირცხვილი და სირცხვილის შედეგად მე რა ხდება? აღარ ვლაპარაკობთ, რასაც დავითი ამბობს. აღარ ვლაპარაკობთ იმაზე. იმდენად მძი. უგულვებელყოფა ერთგვარად. სეიფში ჩაკეტვა კარგად. ან სადღაც ხალიჩის ქვეშ შეიძლება ამ ტკივნეული გამოცდილების, რომელიც მთლიანობაში საბოლოოდ არ იკარგება და იქიდან რაღაცა სიჩუმის მოდუში ყვირის და გვაწუხებს, ხო? იბატონო. ღალატი არის მნიშვნელოვანი კიდევ. კოლონიური გამოცდილება ძველი ბერძნების დროს უკვე კოლხეთი იყო კოლონია, ხო? და საქართველოს აი კოლონიური გამოცდილება ამ დროიდან აქვს დაწყებული. იმპერიების მიერ დომინირება, განსაკუთრებით რუსული იმპერიის
დომინირება, რომელმაც ფაქტობრივად ეროვნული იდენტობაში ქირურგიული ტიპის ჩარევები განახორციელა და სრულიად არია და დააბნია ეროვნული იდენტობა, სადაც როგორც ენას, ისე როგორც ენის კონცეფცია, ეროვნულობის კონცეფცია, ისე სარწმუნოების კონცეფცია აღრია და საერთოდ რაღაც მოდიფიცირება გაუკეთა რწმენას. აქცია რელიგიური ინსტიტუციები, როგორც ინსტიტუცია, აქცია ფაქტობრივად ტვირთად საზოგადოებისა, რომელიც დაპირისპირებული გახდა საკუთარი ეროვნული იდენტობასთან მიმართებაში. ღალატი ჩვენ ისტორიაში ძალიან დიდი დოზით და მრავლობითი შემთხვევებით არის ღალატი წარმოდგენილი და ესეც არის ერთ-ერთი სირცხვილის მიზეზი ჩვენი კოლექტიური ტრავმული ტკივნეული გამოცდილებებიდან. აი ღალატის რომელ მნიშვნელოვან მომენტებს გამოყოფთ თქვენ? უახლესი, წარსული? რუსული კანონი თუნდაც ყველაზე ბოლო, ყველაზე თანამედროვე ღალატი. რუსული ბაში საკუთარ ტერიტორიაზე ომისთვის თავდაცვისთვის ფაქტობრივად ტერიტორიული თავდაცვისთვის დაბრალება საკუთარ თავზე. კი ბატონო. კიდევ ღალატი ქართველების მიერ ზიანი არ გვინდა. კარგი. სიჩუმე ჯობია ამ დროისთვის ამსახურდიას დამხობა, ხო? უმძაფრესი. კი ბატონო. და თუ კიდევ პირველ რესპუბლიკაში წავალთ, პირველ რესპუბლიკის დამხობაც ფაქტობრივად, ხო? მეორე რესპუბლიკის დამხობაც. ჩვენ მომოც. კარგი. ჩვენ მუდმივად გვაქვს ჩვენ ტრავმას ახასიათებს კვლავ წარმოება, აი კვლავ განხორციელება თუნდაც ინდივიდში, თუნდაც ჯგუფში. ხდება ხოლმე ერთი ტრავმული ფაქტის განმეორება, კვლავ წარმოება იმისთვის, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას ახასიათებს რჩეული ტრავმები აქვს ხოლმე საზოგადოებას. საზოგადოება ინახავს ამ ტრავმებს და მსგავს ტრავმულ მოვლენებს ახორციელებს კვლავ და კვლავ იმისთვის, რომ რაღაცნაირად იქნებ ეხლა განკურნოთ. და ჩვენ ეს სახელმწიფოებრიობის დამხობა, ჩვენ უკვე ფაქტობრივად ნახეთ როგორც რესპუბლიკის დამხობა, თუნდაც პირველი რესპუბლიკის დამხობა ქართველების ხელით. მეორე რესპუბლიკის ზიად გამსახურდიას ლეგიტიმური მთავრობის დამხობა. დღესაც ფაქტობრივად სახელმწიფოს დამხობას, ინსტიტუციურ დამხობას ვადევნებთ თვალს, ხო? აი ეს პატერნი არის კვლავ განმეორებადი რატომღაც ჩვენ საზოგადოებაში და საზოგადოება რაღაცნაირად ამ ყველაფერს გუობს დიდი ნაწილი. თუმცა რადგანაც ჩვენ აქ ვართ, ესე იგი მთლიანად საზოგადოება არ გუობს და უკვე კარგი ამბავიც არის ამ ყველაფერში, რომ ჩვენ აქ ვართ. მართალია. ბოდიში არასწორად ხო, დიდი ნაწილი არა, გარკვეული ნაწილი საზოგადოება. დიდი ნაწილი ჩვენ ვართ, ნამდვილად. მაგაზეც ვისაუბრებთ სწორედ აი იმაზე, რაც თქვენ ფაქტობრივად გააკეთეთ. ჩვენი უპირატესობის სიკარგის დანახვა არის აუცილებელი, მოგვიანებით მაგაზე ვისაუბრებთ. რას ფიქრობთ ძალადობის პირდაპირ კულტურულ და სტრუქტურულ ფორმებზე? აი ძალადობას აქვს როგორც პირდაპირი, ისე კულტურული და სტრუქტურული ფორმები. აი კულტურული ძალადობა რა არის? რის წინააღმდეგ? ო, აი ჩვენ როგორც ქართულმა საზოგადოებამ გამოვცადეთ კულტურული ძალადობა რაღაც მომენტში.
რა ტიპის ხო, კონკრეტულად აი რა ფორმით, მაგალითად კონკრეტულად რა ფორმით გამოვცადეთ ჩვენ კულტურული ძალადობა, თუნდაც საბჭოთა კავშირში. დიახ. ზუსტად. კი ბატონო. ქართული ქართული საზოგადოების წარმოჩენა როგორც მთავარი ფუნქცია საზოგადოებისა მოკეიფე განმტობი ტაშმან კრემლი ნებას არ დამთავრდა, ციგნიც არ გამოდიოდა, ფიგნის გადაღება ხდება, ნება მტოვდა, მოეცა კრემლს. სტრუქტურული ძალადობა, ხო? ეს უკვე არის სტრუქტურული ძალადობა და ეს ფაქტობრივად მთელი სტრუქტურა იყო აწყობილი ძალადობრივად ჩაგვრაზე, კონტროლზე, ხო? ადამიანები ვერ ცდებოდნენ უმრავლესობა. რომ ეს ძალადობა. ცდებოდა იმას აღხრდაოდნენ კაციგირება. ანუ ერთი მხრივ ხდება ნორმალიზება გარკვეული ძალადობის. რომ პირდაპირ ძალადობა, რა თქმა უნდა, ფიზიკური ზიანის მიყენება, კულტურული არის გარკვეული პროპაგანდისტ ან გარკვეული რეგულაციებით, რწმენა წარმოდგენების ჩამოყალიბებით შექმნა გარკვეულ ჯგუფზე, ამ შემთხვევაში საქართველებზე, რომ ტაშფანდურა ხალხი ვართ და ხაჭაპური საკმარისია რომ ასოცირდებოდეს ქართველებთან, ხინკალი და სტრუქტურული როგორც ახსენეთ, ხო, წიგნების გამოცემა მაგალითად არ შეიძლება და დამოუკიდებლად. კი ბატონო, გადავიდეთ პოსტკოლონიური მენტალობის ელემენტები. ამ ტიპის ტკივნეული გამოცდილებები, ამ ტიპის ტრაუმული გამოცდილებები აყალიბებს იმ ტიპის მენტალობას ჯგუფში, რომელსაც ქვია პოსტკოლონიური ან პოსტმონური აზროვნების ფორმები. პოსტკოლონიური მენტალობის ფორმა ზოგჯერ შეიძლება იყოს საჭირო ან ადაპტური ან დამხმარე იმისთვის, რომ მე გადავრჩე იმ კონკრეტული ჩაგვრის მომენტში. თუ მე მაგალითად ფილმებს არ მაღებინებდნენ, წიგნებს არ მაბეჭდებდნენ, მჭირდებოდა კიდევ უფრო შეიძლება უფრო მეტი კრეატიულობა, შემოქმედებითობა გამომეჩინა, დამჭირდებოდა მომეგონებინა რაღაცები, რომ ამ ცენზურისთვის გვერდი ამეოლა, ხო? რაც სისფერი მთები იქნებოდა თუ შერეკილები, ხო, რაღაც ფორმით და ეს არის ადაპტურობა ამ შემთხვევაში. მართალია საზოგადოებაში პოსტკოლონიური ეს აზროვნების ფორმები არის, ვიღაცები ეგუებიან, მაგრამ ზოგჯერ ეს მეხმარება, რომ მაინც ავარიდო თავი და გადავრჩე იმ მომენტში. თუმცა თუ ეს კოლონიური გამოცდილება ხანგრძლივად გრძელდება და სისტემა ჩაგვრელია, მაშინ ეს საზოგადოებაში გარკვეულ თვითახქმის, თვითიდენტობის ფორმებად ყალიბდება. და ეს რა არის ეს დამახასიათებელი? რა მახასიათებლები აქვს? რომ ჩვენ ეს აღქმა წმენა წარმოდგენა, რომ ჩვენ ვართ პატარა ერი და შესაბამისად დაუცველები ვართ. დაუცველები თუ ვართ, რა გვჭირდება? გვჭირდება დიდი ბიძია დამცველი, ხო? ანუ ეს მუდმივად სხვისი ზემოქმედების და სხვისი ჩაგვრის ქვეშ ყოფნა ავითარებს ამ ავტომატურ დაშვებას რწმენა წარმოდგენას, რომ მე იმისთვის რომ გადავრჩე, მე მჭირდება ძლიერი ბიძია, რომ მე ვარსებობდე. ჩვენ ბედს ვერ გადავწყვეტ და მოთამაშეები, რეგიონის მოთამაშეები ან მსოფლიოში დიდი ქვეყნები უნდა ერთმანეთთან შეთანხმდნენ, ჩვენც რაღაცნაირად ამ ყველაფერს მოვერგოთ. არაფერი გახსენდება დღევანდელობასთან მიმართებაში. ხო. როგორ? ძალიან ბევრი ადამიანი ასე საჩემი ჩავყავდა, რაღაც 60 წელი დავადები. ჩვენ ვიმკითხავს. ცნობიერი გაგვიზიანეს. გაგვიზიანეს, აჰა. გაგეხმარებათ ხოლმე, აი თუ შეიძლება რომ ვკითხოთ, რომ აი ამ წამოსული ავტომატური რაღაც განცდებს გაუმკლავდეთ და ახალგაზრდების ძალით იკვებებით. ახალგაზრდებს წარმოიდგენთ როგორც საკუთარი თავისნაირი. შენი მადლობა გაზიარებისთვის.
ძვირფასია. კი ბატონო, დღევანდელობასთან აი ამ ორ ელემენტთან რა პარალელს გავავლებთ? მთავრობა რა ტიპის პროპაგანდულ მესიჯებს აგზავნის, რაც შეიძლება აი ამ ჩვენ პოსტკოლონიურ მენტალობის ელემენტებს აღვივებდეს, აღვიძებდეს ძველ დალექილ ან ძველად 100 წლის წინ ჩამოყალიბებულ ასე თქვა აზროვნების პატერნებში ერთგვარად ელექტრულ იმპულსებს აგზავნის, რომ გაცოცხლდეს ეს ძველი აზროვნების ფორმები და შესაბამისად გააღვიძოს ესეთი იდენტობა, რომ ჩვენ პატარა ვართ, უნდა დაუცველები ვართ, გვჭირდება დიდი ვიზი. როგორ? პრემიერ-მინისტრად წოდებული პირი ამბობს, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, ქვეყნის წარმოჩენა სპორტსმენებს შეუძლიათ ყველაზე კარგად. ჩვენი ბედი აქ არ წყდება. 20 იანვარი მოვა. Deep State-ის, პრემიერად მაშუტკის სკოლმა ჩაატარა ლექცია მაშუტკაში, რომ ყველაფერს მართავენ მასონები და ეს ბავშვები გაწირულები არიან ფაქტობრივად. მოტყულა. აბა ომი გინდა, ხო? კი ბატონო, მაგამდეც მივართ, ეს არის ფუნდამენტური შიშის ფაქტორი არის და ხო? კი ბატონო, პრემიერი დავნიშნეთ იმის გავლენით, ხო? Deep State-ის გავლენით. ტიპური კოლონიური წყობის მესიჯებს აგზავნიან, რომ მოსკოვმა დაგვირეკა, ხო? ან მოსკოვი რასაც იტყვის, ისე იქნება, ან Deep State რასაც იტყვის, ისე იქნება. შესაბამისად, ძალიან ცნობილ მენტალობაში არსებულ, მეხსიერებაში, არაცნობიერში არსებულ ძველ გამოცდილებებს ძალიან კარგად არგებენ მესიჯებს, რომ მე გასული 100 წლის განმავლობაში, 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში და მანამდე მეფის რუსეთი მიგზავნიდა მოსკოვიდან მესიჯებს. მე ვიყავი ჩაგვრაში, ჩემი კოლექტიური მეხსიერება, კოლექტიური ფსიქიკა მიეჩვია ამ მიმართებას. მაგრამ აქედან გამოვედით ფორმალურად. თუმცა არ იყო საკმარისი როგორც ჩანს, იმისთვის რომ ეს გაწმენდილიყო ეს არაცნობიერი სისტემა და დღეს მთავრობად წოდებული ორგანიზმები ფაქტობრივად ცდილობენ, რომ ის ძველი მოგონებები აღადგინონ და გაუშვან იქ მესიჯები ელექტროიმპულსები. და გავიყურსოთ და არ უნდა გავაღიზიანოთ, ხო? თორემ თუ გავაღიზიანებთ, რა მოხდება? ომი იქნება. აგვაზიანებენ. ფიზიკურად გაგვანადგურებენ, ან ჩვენ ძვირფას ხალხს მოკლავენ ფიზიკურად, ხო? ეს პირდაპირ ამობენ, ამას აჟღერებენ. ანუ ჩვენს არსებულ, ჩვენ კოლექტიურ ფიზიკაში არსებულ ტკივილებს, ფაქტობრივად ჭრილობებს, წარმოვიდგინოთ, რომ კოლექტიურ ფსიქიკურ კანზე გვაქვს ჭრილობები და იმ ჭრილობებზე ადებენ თითს, ფაქტობრივად, ხო? როდესაც ამგვარ მესიჯებს აგზავნიან, ვადებენ ფსიქოლოგიურ ჭრილობაში თითს, ან მარილს გვაყრიან ასეთი მესიჯებით. ხო, უარგისი ხალხი ვართ, ეს გაიგონებთ საზოგადოებაში, ხო, რომ ჩვენ არ ვარგივართ. კი ბატონო. თუ არ ვარგივართ, შესაბამისად, კარგ ცხოვრებასაც არ ვიმსახურებთ დიდად, ხო? ან არც სახელმწიფოს ვიმსახურებთ, არც შექმნაც არ შეგვიძლია სახელმწიფოსი. ამიტომ თუ მე ძალაუფლების მფლობელი არ მთავაზობს, რომლის პასუხისმგებლობაც არის, რომ შექმნას კარგი სახელმწიფო სტრუქტურები, ინფრასტრუქტურა, კეთილდღეობა, სოციალური ეკონომიკური დაცულობა, ამას თუ არ აკეთებს, შესაბამისად და მე პარალელურად მაქვს რწმენა, რომ ჩვენ არ ვარგივართ, მაშინ ახლა მე დიდი პრობლემაც არ მაქვს, ხო, წინააღმდეგობაც არ მიჩნდება.
მე თუ აღქმა მექნებოდა რომ ვარ ძვირფასი ვარ, ვიმსახურებ ყველაფერ კარგს, ხო? ვიმსახურებ პატივისმცემას ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ხედავ მე სახურად, მინისტრად, ხო? მინისტრი ლათინურად ნიშნავს მსახურს, მინისტერი, ხო? მაშინ ვერ გამიბე კოლექტურად თუ ეს განცდა არის საზოგადოებაში, მაშინ ამას ვერ გაბედავს ძალაუფლების მფლობელი პირი, რომ ასე მომექცეს, რომ ასეთი მესიჯი გამოუშვა ჩემკენ, რომ ჩვენ მაინც ცოტა კეთილდღეობა საკმარისია ჩემს. აი თუ გახსოვთ, ბიზნეს აქვს ეგე. როგორ? უკაცრა? კი ბატონო. თუ გახსოვთ, ბიზნესამ თქვა ერთხელ, რომ ქართველი ხალხი მაშინ გაუბედურდა, როცა საზღვარგარეთ წავიდა და კარგი ცხოვრება ნახა, რომ კარგი ცხოვრება არსებობს. ანუ კონტრასტი, როდესაც შეიქმნა ჩემს ყოველდღიურობას, ხო? ჩემს ყოველდღიურობას არსებულ სხვა რეალობას შორის, რომელიც შეიძლება ჩემთანაც არსებობდეს, ან ევროპული საშუალო ქვეყნის ყოველდღიურობა რამდენად გაჯერებულია სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული კეთილდღეობით, როდესაც ეს კონტრასტი ვიგრძენი, მაშინ გაუბედურდი, ესე იგი. ხო. მაშინ როდესაც ამის დანახვა შეიძლება უბრალოდ ესე რომ, ვაუ, იმპულსი მიიღო, мотиваცია მიიღო ქართველმა, ნახა კეთილდღეობა და ესე იგი შეგვიძლია ჩვენც აქ ფაქტობრივად იგივე შევქმნათ. მაგრამ ბიძინა ხედავს ამას როგორც უბედურებას, რომ ქართველს კარგი ცხოვრება მოუნდა. ო ეგ არის ნაწილი ბიზნეს პროპაგანდაში, ეგ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამის. იმიტომ გაუბედურდა, ხო? თორემ ამას იტყოდა როგორც мотиваციას. ბიზნესა რომ თვლიდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია კარგი სახელმწიფოს აშენება და კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება. მაშინ იტყოდა, რომ ქართველი წავიდა, мотиваცია მიიღო და ჩამოვიდა. მაგრამ თქვა, რომ გაუბედურდა, იმიტომ რომ ის ხო არაფრის შემძლეა, ის ხო არ ვარგისია, ქართველი ხო არაფრის თავი დაგვანებოს? არ უფიქრი ალბათ მაგვარიანზე. დავაფიქროთ. ვიწეროთ. მოკლედ აი ხელისუფალის ან ძალაუფლების მქონე პირის მხრიდან საზოგადოების ასე აღქმა, რომ უვარგისი ხალხია, ხო? არაფრის შეემძლე, ანუ სიკარგის რესურსი არ გააჩნია, როდესაც ასე ხედავს ძალაუფლების მქონე, შესაბამისათაც ექცევა საზოგადოებას. აბა რა, წყალია. იგივე მარშრუტიდან? აიო, სტალინის დროსო ისეთი ძლიერი ხელი იყო, ანუ ჩვენ ქართველებს ძლიერი ხელი გვჭირდება, სხვანაირად ვერ ვიმართებთ. იმისთვის, რომ წესრიგი, პატივისცემა, დისციპლინა, თავაზიანობა საზოგადოებაში კანონის მიმართ მორჩილება იყოს, ჩვენ გვჭირდება ძალადობრივი ხელი და არა ურთიერთობა, გაზიარება, ღირებულებაზე დაფუძნებული გარემო, ხო? ესეც ის არის, რომ იმ მარშრუტის ღორს არ სჯერა თავისი ღირსების, როგორც მოქალაქის, როგორც ადამიანის, რომ კარგია, რაღაცის შემძლეა. ესეც მოიცავს იმას, რომ ჩვენ არ ვარგისი ხალხი ვართ, ხო? ჩაბეჭდი. თუმცა ხაჭაპურს კარგს გავაკეთებთ, ხინკასაც კარგს გავაკეთებთ. კი ბატონო. და ხელყოფა როგორ ხდება, ხო? უკვე გზად კი ვისაუბრეთ. აჩენს წარმოსახული შიშის ფაქტორებს, ხო? არარეალური შიშის ფაქტორებს აჩენს. აბა ომი გინდა. არც მოლდოვაში არის ომი, ხო? არც სომხეთში არის ომი. მოლდოვა ფაქტობრივად ევროზე გადადის რამდენიმე თვეში. მილიარდობით მხარდაჭერას იღებს ინსტიტუციური და სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ხო. ჩვენ რას აკეთებს, როდესაც წარმოსახული შიშის ფაქტორებს აჩენს? მე თუ შემაშინებ, რა ხდება ჩემს თავს? პირველ რიგში ჩემი სხეულის მდგომარეობა იცვლება, ხო? ჩემს სხეულში გამოიყოფა შიშის ჰორმონები, ასე რომ ვთქვათ, რომ გავამარტივოთ. სტრესის ჰორმონები გამოიყოფა, რომელიც თრგუნავს ჩემი
ლოგიკური, რაციონალური აზროვნების უნარებს და მე ადვილად манипулირებადი ვხდები. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ქონდა ლექცია აქ, სადაც ვისაუბრეთ იმაზე თუ შიში როგორ მოქმედებს ჩემი ტვინის სხვა უბანზე, ხო? შიშის ჰორმონები, სტრესის ჰორმონები, კორტიზოლი, ადრენალინი, ნორადრენალინი ფიზიკურად თრგუნავს რაციონალური, ლოგიკური აზროვნების უნარებს, ხო? ეს ძალიან კარგად იცის დიქტატორულ რეჟიმებმა და პოლიტიკური ტექნოლოგიების გათვლილი ამ ყველაფერზე. ხო, და ეს ძველი ტკივილების გახსენება ადამიანებს ფიზიკურ რეაქციებს აძლევთ, რაც ფაქტობრივად აუცილებლობის შეგრძნებას ასხურებს ადამიანის ფსიქიკაში. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც როდესაც პირველად გაიგეს აბა ომი გინდა და ეს როდესაც გამოაჟღერეს, ადამიანებს ჰქონდათ პანიკური შეტევა. როდესაც პროპაგანდის ეს მესიჯები გაიგეს, ხო? იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ან დევნილი, ან 2008 წლის ომში დაკარგეს ახლობლები, ან მოუწიათ სახლის დატოვება. ამ დონეზე, სხეულების დონეზე შეიძლება იყოს რეჟიმის манипуляция დასული. ჩვენ უჯრედულ დონეზე ვაყენებენ შეურაცხყოფას და ხელყოფენ ჩვენ ფაქტობრივად ღვთიურს, ხო? თუ ჩვენ რაღაც ხელისუფლების ქრისტიანულ იდეოლოგიას, ასე ვთქვათ, თუ ხელისუფლებას ქმედებებს ახსნით მათივე ეგრეთ წოდებული რელიგიური მიდგომებით, ისინი ადამიანში ყველაზე ღვთიურს შეურაცხყოფენ, სხეულს, ხო? იმიტომ რომ ქრისტიანობის მიხედვით ადამიანის სხეული არის ხატი ქრისტესი. ამსკავს. ესე იგი მთელი რესურსები იმის მაგივრად რომ მიმართული იყოს გამოსავლის პოვნაზე, აღურებენ ძველ პოსტკოლონიური მენტალობის ელემენტებს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და აღარ გავჩერდები. ესე იგი, ომი თუ არ არის, ჩვენ უზრუნველყოფთ, ქართული ოცნება უზრუნველყოფთ, რომ ომი არ იყოს. წავიდნენ? მაგაზე არ უფიქრიათ შეიძლება. ხო, ომი, ესე იგი ჩვენ გვაქვს არ გვაქვს ომი, შესაბამისად გვაქვს სიმშვიდე, თუმცა მშვიდობას ეძახიან ამ სიმშვიდეს, ხო, რომელიც ასევე ტერმინები, სიტყვების ხელყოფა მოახდინეს და შეურაცხყოფენ მთელ ტერმინებს. შესაბამისად და მათთვის ეს გაჩუმება, გაყოჩება, რომ არ გავაღიზიანოთ, ხო? ამ ტიპის სიმშვიდე გაყუჩება არის სამართლიანი თითქოს, ხო? სამართლიანობის ტერმინიც კი არის ფაქტობრივად უგულებელყოფი, ხო? ავად მოხმარებული. და ზრუნვა, ამ ტიპით ზრუნავენ. ესე იგი, ძალაუფლების ფლობელების მთავარი ფუნქცია არის ზრუნვა მოქალაქეებზე და იმის მაგივრად რომ იზრუნონ, ადამიანებში აქტიურებენ შიშის ჰორმონალურ ციკლს სხეულების დონეზე, თრგუნავენ სხეულებს და აჩუმებენ ადამიანებს და ამ ფორმით ამ ყველაფერს ეძახიან ზრუნვას, ხო? მაშინ როცა თვითონ მილიონებს შოულობენ და იპარავენ ბიუჯეტიდან ფულს მილიონებს თუ არა მილიარდებს. ერთი მხრივ ამ შოკური მესიჯებით, ტკივილებზე მიმართული მესიჯებით და ჭრილობებზე მიმართული მესიჯებით ადამიანების ფსიქიკას აღიზიანებენ დამთრგუნველი ფორმით, აყუჩებენ და აშჩუმებენ, აშინებენ ადამიანებს და მეორე მხრივ თვითონ ქმნიან სივრცეს, სადაც მდიდრების საშუალებითაც მდიდრდებიან და მიიტაცებენ რესურსებს. რა ვქნათ ჩვენ, ხო? ჩვენ რა შურებით ამ დროს? ამ ყველაფერს რომ დაუპირისპირდეთ და ჩვენ კოლექტიურ გამოცდილებებს, კოლონიურ, ტკივნეულ, მონურ გამოცდილებებს რომ დაუპირისპირდეთ, რაც ჩვენ მენტალობაში არის, რაც თქვენს ახსენეთ მათ შორის, ამ ყველაფერს რომ დაუპირისპირდეთ, ჩემი აზრით, კარგი იქნება
თუ პიროვნულ და კოლექტიურ ღირსებებს დაუკვირდებით და გავამახვილეთ ყურადღებას და ვისაუბრებთ იმაზე, რა სიკარგეები გაგვაჩნია, ხო? ოღონდ სათანადო ფორმით. ვისაუბრებთ იმაზე, რომ საკმარისად კარგები ვართ და არა იმაზე, რომ საუკეთესო, არ ვიცი, კულტურა გვაქვს სამყაროში, ხო? არ გადავარდეთ ნარცისულ, ასე ვთქვათ, ტერიტორიებში. არ იმის მაგივრად რომ თქვათ, რომ კარგი ღვინო გვაქვს, ხო? საკმარისად კარგი ღვინო გვაქვს და არა ის, რომ საუკეთესო ღვინო გვაქვს სამყაროში. ან თქვათ, რომ რაღაც კარგი კეთილი ხალხი ვართ და არა ის, რომ ყველაზე მაგარი ზმობა და მეგობრობა ვიცით ნათესაობა, ხო? თქვათ, რომ რაღაც კეთილი და ლაღი ხალხი ვართ, ხო? და არ ვილაპარაკოთ იმაზე, რა მაგარი სუფრები გვაქვს, ხო? მაშინ როცა ვისაუბროთ მოკლედ ჩვენს ღირსებებზე სათანადო მოზომილი თვითმოყვარული ფორმით. ძალიან მნიშვნელოვანი ეს იმის ფონზე თუ როგორ იქცევა ხელისუფლება, ძალაუფლების მფლობელები თუ როგორ იქცევიან დღეს ჩვენ ტკივილებს, ჩვენ ტკივილურ გამოცდილებებს როგორ ექცევიან, როგორ უღირსად გვექცევიან, იმის ფონზე რომ ჩვენ ვისაუბრებთ საკუთარ და ჯგუფურ კოლექტიურ სოციალური ღირსებებზე სათანადო ფორმით, ეს უკვე აქტივიზმი არის, ეს უკვე საკმარისი აქტივობა არის რა. იმის დაჯერება და იმის რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია და ვიმსახურებთ სახელმწიფოს. და ჩვენ ამის საშუალება გვაქვს. როგორც პიროვნული, ისე ჯგუფური დამოუკიდებლად და სათანადო პარტნიორების ყოლის ხარჯზე. ამაზე ლაპარაკი უკვე აქტივიზმია ჩემი აზრით და თანაგრძნობა და თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ პირველ რიგში, რასაც ახერხებს, რაც უნდა რომ რეჟიმა გააკეთოს, არის რომ საკუთარ თავთან დაგვაშოროს, საკუთარი თავის უღირსებაზე მიგვანიშნოს და ვერ შემძლეობაზე, რომ არ გვაქვს რესურსი, ვერ გაუმკლავდებით ამას. წეღარაზეც ვისაუბრე, რომ ჩუმად უნდა ვიყოთ და ასე შემდგომ. და თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ, რომ თუ შეგვეშინდა ასეთი პროპაგანდისტული მესიჯების ფონზე, ვაღიაროთ, რომ შეგვეშინდა, კი, ჩემში შიშის რეაქცია წამოვიდა და არა ის, რომ მე შიშარა ვარ, ხო? ერთია მე რა გამოცდილებები, რა ემოციური გამოცდილებები მაქვს, მეორეა მე ვინ ვარ, ხო? მე ჩემი სხეული სხვადასხვა ემოციებს განიცდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მე სიმორცხვე განვიცადე, მე იმას არ ნიშნავს, რომ მე მორცხვი ვარ, ხო? ან თლიანად სიმორცხვე ვარ. მოდი ჩემს სხეულს აქვს როგორც სიმორცხვის, ისე შიშის, ისე გაბედულების, განცდის უნარები. მე ვარ, რაც თავარია, მე ვარ საკმარისად კარგი იმისთვის, რომ მქონდეს კარგი სახელმწიფო, კარგი სათანადოდ კარგი კეთილდღეობა, ინფრასტრუქტურა. როგორ უნდა ველაპარაკოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, რა მესიჯები გვაქვს მათთან, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ძირითადად მსგავსი ისტორია გვაქვს გამოვლილი, წლების განმავლობაში აქტივისტები ვართ და ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ არის რაღაცა საზოგადოების ნაწილი, 1-30% დაახლოებით, რომელთაც თავიანთი ალტერნატიული სიმართლე აქვს წყალებში, ვინც ისაც ესე ღრმად ჯერათ ის პროპაგანდისტული მესიჯების და რა ტექნიკები შეიძლება გამოვიყენოთ ამ ადამიანებთან, რომ ეგრევე ჩვენი პოზიციების გაზიარებით ჩხუბი არ გამოიწვიოს და პირიქით ენთან არა მაქვს ლაპარაკი, მე ზოგადად მაქვს. თქვენი სახელი? ადლოვან და კითხვისთვის, ესე იგი, როდესაც ჩვენ ადამიანს ხვდებით, რომელსაც გარკვეული აზრები, ფიქრები აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაშია ჩვენთან, ხო? წარმოვიდგინოთ, ან კარგი იქნება რომ გავაცნობიეროთ, რომ იმ მომენტში ადამიანის ნერვული სისტემა სწორედ ამ შიშის ჰორმონებით არის დათრგუნული, ხო? და გართულებულია ლოგიკური, რაციონალური აზროვნება, კომპლექსური აზროვნება.
ამ დროს შეგვიძლია მე მაგალითად წარმოვიდგენდი რომ როდესაც მე რაღაცის მეშინია ან რაღაც მეშინოდა მე რა დამეხმარებოდა იმ მომენტში რომ ვიღაცა გულისხმიერად მომქცეოდა და მდგომარეობდა გამოვიყვანე. აი ამაზე ვიფიქრებდი რა ტიპის თანამგზნობი, რა ტიპის გულისხმიერი ურთიერთობა წამადგებოდა მე იმ მომენტში, როცა მე მქონდა დათრგუნული ნერვული სისტემა. ხო, აი ამ პოზიციიდან ვეურთიერთობდი. პირველ რიგში არის აღიარება იმისა, რომ შიში რელევანტურია. თუ ადამიანს ეშინია, ეს არის რელევანტური, რომ ეს ნორმალურია. პატივისცემას იმსახურებს ჩემს სხეულში გამოწვეული შიში. და ამ პოზიციიდან შეიძლება რაღაცებზე მე ლაპარაკი რა. კონკრეტული შემთხვევები სხვადასხვა შეიძლება იყოს, თუმცა აი ეს ზოგადი დამოკიდებულება, თანამგზნობი დამოკიდებულება. სანამ შეურაცხყოფაზე არ გადავალ. კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეეხეთ. ეს პრობლემა მე-19 საუკუნიდან მოდის. აი, ჩემზე უკეთესად ვიცი. ჯერ კიდევ აი დათოთაშკეს ამირეჯიბის აი იმ ნაწარმოებიდან როგორ განიცდიდნენ, წაგვახდინეს, შეგვაცვლევინეს და ეს სასაცილო და ის კი არ არის ზოგიერთები იმაშებია. ამაზე მუშაობს კრემლის სპეციალური იდეოლოგია. როგორ დაამონოს და როგორ ტვინი შეუშ იმას უკრავს რა ქვია საზოგადოებას ადამიანებს. იმიტომ რომ მე წინა საუკუნიდან მოვდივარ და ჯერათ ჩემი რომ და ძალიან დიდი ხანი კიდე მოსკოვში ცხოვრობდი და იცით რა არის ერთმანეთს მე მგონი ვფიქრობ უნდა შემოუძახოთ და თქვენ ფსიქოლოგებმა განასწავლო ადამიანებმა ძალიან სერიოზულად უნდა იმუშაოთ ამაზე და მუშაობს მოქმედებს იმიტომ რომ იმ საწყალ ასე ვიტყოდი მაგალითად მე ასე ვიტყოდი იმ წინა ერთ-ერთმა პრეზიდენტს ერთ-ერთი მესამემ რო თქვა აი მაგალითად იმ კაცის ერთი დაძახება ჩემზე იმოქმედებს იმიტომ რომ ჩემი თანა ეს არის რა ქვია ასაკით ერთნაირი ვართ თანა დიახ თანატოლები დიახ და გამომაფხიზნა გამოვფხიზდი აი ცოცხალი ადამიანი რომ მართლაც სული კოტაში და ისა და იქ ცხოვრობდი რუსეთში და მომოვედი რითი არიან რუსები ჩვენზე ნაკლები მეტი იმიტომ რომ ფიზიკურად ბევრნი არიან იმპერიები დაინგრა იმპერიები და საქართველო არსებობს და არის და ღვთისმშობლობით ვიქნებით. ამიტომ ძალიან სათხოვარი გვექნება თქვენთან, ახალგაზრდებთან, როდესაც ქვეცნობიერი არ გაქვთ დანგრეული, ნასწავლებიც ხართ, განათლებულებიც და აი ამაზე ბევრი იმუშავეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმაც კი და ჩემი ასაკის ხალხმაც ჩვენი თავის ფასი ვიცოდეთ. არც მეტი, არც ნაკლები. კი ბატონო. აი, ეგ არის საბოლოო ფრაზა, რაც შეგვიძლია შევაფასოთ. ჩვენი თავის ფასი, ჩვენი სიკარგის ფასი ვიცოდეთ სათანადოდ. არც გადაჭარბებულად, არც დაკნინებულად. მადლობა თქვენი დროისთვის და სამყაროებისთვის. კარგი საღამო. მიმარჯვოთ სახელოვნია. მადლობა დიდი რომ ესწრებოდით უკვე 222 დღეს ჩვენს ლექციას. ეს თქვენი ღიაობა ცოდნის მიმართ ზუსტადაც გვაძლევს мотиваციას, რომ უფრო და უფრო მეტი ლექცია დავაორგანიზოთ. ახლა უკვე ნელ-ნელა სიახლეები გელით საპროტესტო აუდიტორიაში, უფრო პროტესტზე მორგებულ ფორმატ შემოგთავაზებთ და დაელოდეთ ამ ყველაფერს სოციალურ ქსელებში და ასევე აქაც აუდიტორიაში გელოდებით ყოველ საღამოს. მადლობა კიდევ ერთხელ.